ბათუმობა 2025-ის ზღვისპირა ქალაქში საზემო ღონისძიებები 2 დღეა იმართება. ტრადიციულად უკვე დაჯილდოვდნენ საპატიო ბათუმელებიც. ახლა კი გალა კონცერტი მიმდინარეობს. მერაბ წულუკიძე შემოგვიერთდება მოამბის ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმის ბულვარში ვიმყოფებით, ასე გამოიყურება ზღვისპირა პარკის ცენტრალური შესასვლელი. ალბათ კაცი ხედავთ, რომ საკმაოდ ლამაზად არის აზეიმოდ ეს ტერიტორია გაფორმებული, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს ბათუმში. ბათუმობა 2025 ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული და ძირითადი ღონისძიებების ლოკაცია არის ბათუმის ბულვარი. საკმაოდ ბევრი ადამიანია გამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმობა 2025-ს ბევრი მნახველი ჰყავს. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ ბათუმობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მომღერალს და ამასთანავე ბათუმის ვიცე-მერს სოფო ხალვაშს. სოფო, პირველ რიგში გილოცავთ ბათუმობას. როგორ მიმდინარეობს? ახლა ვხედავთ, რომ გალა კონცერტია, რამდენიმე წუთში თქვენ უკვე სცენაზე უნდა იყოთ. რა შეგიძლია თქვა? პირველ რიგში მინდა ყველას მიულოცო ამ ქალაქის დღესასწაული, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ბათუმელების დღესასწაული არ არის. რაც შეეხება ღონისძიებას, მიმდინარეობს კარგად, მშვიდად და ისე როგორც ბათუმობას შეეპერება. და ამ ქალაქში ნამდვილად გვაქვს საამაყო ის, რომ ძალიან კარგი და მაგარი მომღერლები გვყავს. და სწორედ ბათუმელი სოლისტებისთვის დაითმო დღევანდელი საღამო ორკესტრთან ერთად. აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ მომღერალს არ ქონდა იმის საშუალება არასდროს, რომ ორკესტრთან შეესრულებინა თავისი ნომერი და დღეს ამ ღონისძიებამ მათ ეს შესაძლებლობა მისცათ. რა ვიცი, მინდა ყველას წარმატებები უსურმო და რაც ყველაზე მთავარია ჩვენს ქალაქს. ანუ გამოვიდა ბათუმობა 2025 ისეთი, როგორიც ჩანაფიქრი გქონდათ? ეს მგონია რომ სხვამ უნდა შეაფასოს, მაგრამ ჩემი შეფასებით მგონია რომ გამოვიდა. თუმცა სოფო ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, თითქოს არ უნდა ყოფილიყო ხალხში საზეიმო განწყობა, საკმაოდ ბევრი ადამიანია დღეს ბულვარში. რა შეგიძლია თქვა ამაზე? ეს ინდივიდუალურია ყოველთვის და დღეს ჩვენ ვხედავთ საზეიმო განწყობას, იმიტომ რომ ეს დღე ყველასია. დღეს ყველა ჩვენს ქალაქშია და უყურებს და არის ჩვენთან ერთად ამ ღონისძიებას. ძალიან დიდი მადლობა, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მომღერალი და ბათუმობა 2025-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფო ხალვაში. მე კი ყველა ბათუმელს მიულოცავ დღეს ქალაქის დღესასწაულს და ასევე მიულოცავ სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს ქალაქი ყველასია.